მოგესალმებით. მინდა გაგაცნოთ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობის სისტემაში განხორციელდება. პირველ რიგში დამოუკიდებელ სამინისტრო ჩამოყალიბდება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამად ფილის გარეშე 4 მილიარდი შეადგინა. ეს ერთი მხრივ ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შეასრულებას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო მეორე მხრივ ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული. ამდენად რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვას და მონიტორინგს ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება. საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტში წარადგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი 15-18 აპრილს განიხილა სასესიო კვირაში. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა. კანონის თანახმად მას აღარ ჰქონდა აღნიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა და კანონის მიღებისთანავე ის დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მოგეხსენებათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს პარლამენტში წლების მანძილზე იკავებდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, ზოგადად მას აქვს რეგიონებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, შესაბამისად მისი მინისტრობა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ეფექტიან საქმიანობას რეგიონული განვითარების ამოცანების შესრულებისას. მე მინდა მადლობა გადავუხადო გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე უაღრესად წარმატებული საქმიანობისთვის. ურთულეს გამოწვევების ფონზე მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გასული 6 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შემდგომ განმტკიცებაში. დავაზუსტებ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს ბატონი ირაკლი ქარსევაძე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარუდგენთ ბატონი ანდრე ოხანაშვილის კანდიდატურას. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე ანდრე ოხანაშვილი წლების მანძილზე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ანდრე ოხანაშვილი შეგახსენებთ არის სამართლის დოქტორი, მას სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად საქართველოს პარლამენტში ანდრე ოხანაშვილის დამტკიცებას ზეგ მიმდინარე კვირის პარასკევს ეღრება კენჭი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია. განსაკუთრებული წარდგენა არც პაატა სალიას სჭირდება, ის გახლავთ, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი პარლამენტის წევრი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, ყველაზე წარმატებული იურისტი საქართველოში. მას აქვს იურიდიული განათლება მიღებული საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე მინდა წარმატება უსურვო მას, მე მინდა წარმატება უსურვო გრიგოლ ლილუაშვილს, ანდრე ოხანაშვილს, პაატა სალიას ახალ თანამდებობებს. დიდი მადლობა. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მუხიანი საგარაკებზე ვიმყოფებით ახლა, სადაც მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. ამ დასახლებაში პირველივე დღიდან, რაც ჩამოყალიბდა აღნიშნული დასახლება, არასდროს მიწისქვეშა კომუნიკაციები არ ყოფილა, ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, გზაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია და ამ პრობლემების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ვერ გადაადგილდებოდა. ჩვენ დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ პირველი მიწისქვეშა კომუნიკაციები მოვაწესრიგოთ და რა თქმა უნდა საგზაო ინფრასტრუქტურაც მიყვება ამ ყველაფერს. ბესო კალაძე არის ჩემთან ერთად, გლანის რაიონის გამგებელი, რომლებიც ახორციელებენ სამუშაოებს და ბესო, აბა რო ვთქვათ, ეხლა რამდენ ქუჩაზე, ეხლა ბორჯომის ქუჩაზე ვიმყოფებით და ზოგადად რამდენ ქუჩაზე მიდის სამუშაოები და როდისთვის ვაპირებთ დასრულებას. მოგესალმებით.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნამდვილად არის გაუსაძლისი მდგომარეობა იყო წვიმების დროს იქნებოდა სერიოზული პრობლემები დაიწყო საგზაო სამუშაო მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ჯამში 7 ქუჩაზე დაიგება წელს ასფალტის საფარი ერთ ქუჩაზე მიმდინარეობს წყალარინების სამუშაოები ანუ ჯამში 8 მისამართზე 8 ქუჩაზე გაიმართება ინფრასტრუქტურა დაახლოებით ჯამში 26,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე ქსელები და მაქსიმალურად ხარისხობრივად დროის ფაქტორშიც ეფექტურად მიმდინარეობს პროცესები და მაისის თვეში სრულად იქნება დასრულებული. მადლობა წარმატებები. ესე იგი როგორც გითხარით, მეგობრებო, არც სანიაღვრე სისტემა არსებობდა, არც წყალარინების სისტემები არსებობდა, გზაზე საერთოდ და ასფალტზე საუბარი ზედმეტია. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, როდესაც მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად გაკეთდება, მოასფალტდება და ამის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეძლებს გადაადგილებას. ეს იყო რისი თქვენს მინდოდა, მაისში სამუშაოები დამთავრებული იქნება ამ 7 ქუჩაზე და ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება. დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, შემდეგ დღეებში შევხვდებით ერთმანეთს. საბადროებით. გამარჯობათ მეგობრებო, სამგორის რაიონიდან მოგესალმებით, კალოუბნის 18-ში ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტი, მართლაც ძალიან მაგარი, მნიშვნელოვანი პროგრამა არის და ხედავთ უკვე ჩვენ აქ რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდით, სადაც დემონტაჟი მიმდინარეობდა სამსართულიანი ავარიული სახლის, რომელიც იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მოხდა მისი სრული დემონტაჟი და დღეს უკვე აშენებულია ახალი შენობა ნაგებობა 29 ოჯახი რომელიც ცხოვრობდა იმ ავარიულ შენობაში ქირით ყავს გადაყვანილი და ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი იღებს საკუთარ თავზე და სექტემბერ-ოქტომბერში მთლიანად პროექტი დამთავრებული იქნება და ამ ოჯახებს გადაეცემა უკვე გარემონტებული საცხოვრებელი ბინები. მე თქვენ გაჩვენებთ ახლა თუ რა მდგომარეობაში იყო აღნიშნული корпуსი, რა პირობებში უწევდათ ცხოვრება, რო აუხსნათ, რა ვითარება იყო, აი ნახეთ მეგობრებო, თუ რა პირობებში არსებული სამსართულიანი შენობა ნაგებობა, რომელიც კატასტროფულ და ავარიულ მდგომარეობაში იყო, ცხოვრობდა 29 ოჯახი გაუსაძლის პირობებში და ამის ნაცვლად, რომელიც 2023 წელს დაიწყეთ ეს პროექტის განხორციელება, აგერ წლის ბოლოს, ნოემბრის ბოლოსთვის დაახლოებით გვექნება არსებულ ადგილზე 10 სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა ნაგებობა. რომელსაც 29 ოჯახს გადაეცემა კეთილმოწყობილი ბინები. კი, უკვე გარემონტებული, მადლობა, უკვე გარემონტებული ბინები, ერთადერთი რაც მათ დარჩება, ეს იქნება ავეჯის შეტანა. დანარჩენი ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება და ძალიან მიხარია, რომ ასეთი მაგარი პროექტები ხორციელდება ჩვენს ქალაქში, მიხარია, რომ ამ ოჯახებს, რომლებიც გაუსაძლეს და რთულ პირობებში ცხოვრობდნენ, უკვე გადაეცემათ ახალი თანამედროვე ევროპული ტიპის საცხოვრებელ корпуსში გარემონტებული ფართები. ძალიან მაგარი პროგრამაა, იაქტიურეთ მეგობრებო აუცილებლად, ვისაც ანალოგიური პრობლემა გაწუხებთ და მუნიციპალიტეტი დაგეხმარებათ. თქვენ არ გექნებათ არც ერთი თეთრი გადასახდელი, ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს დედაქალაქის მერია. ეს იქნება თქვენი გაყვანა დროებით ქირით, საცხოვრებელი корпуსის აშენება, ყველა ხარჯი იქნება დაღებული, თქვენ ერთი თეთრის გადახდა არ მოგიწევთ. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ. მომავალ დღეებში ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და სხვა საინტერესო სიახლეებს მოგაცვლით ინფორმაციის სახით. გემშვიდობებით, წარმატებები. გამარჯობათ ბატონებო. გილოცავთ სარლობის დაარსების დღეს. დღევანდელი დღე მართლაც მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების ისტორიაში, რადგან ზუსტად 9 წლის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სახმელეთო ჯარები გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა ორ ძლიერ და შეკრულ ავტონომიურ სტრუქტურად. დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობებად, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების ოპტიმიზაციისა და გაძლიერების გზაზე. ამ ცვლილებამ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებასა და განვითარებაში დიდი როლი შეასრულა. მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ ყველას
დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობებში. შემავალ თითოეულ ქვედანაყოფს და სამხედროს. თითოეულ სარდლობაში გამორჩეული ქვედანაყოფები ყვავს და ჩვენ ამით ვამაყობთ. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის საიმედო და ერთგული ჯარისკაცები, ღირსებით სავსე ადამიანები, რომლებიც თქვენი დაუზოგავი შრომითა და უანგარო საქმიანობით აძლიერებთ თავდაცვის ძალებს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო თითოეული თქვენგანისა მიმართ ასეთი პატრიოტიზმისა და თავდადების გამო. სამწუხაროდ, გმირულ ბრძოლებში არაერთი მებრძოლი დაგვეღობა. მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი მეომრების ხსოვნის წინაშე. მათ სახელებს ისტორია საპატიო ადგილს მიუჩენს. ჯერა, რომ მომავალი თაობები ყოველთვის იამაყებენ ჩვენი გმირებით. დღეს მათ საქმეს აგრძელებს ხალხი, ვინც სწორედ ასეთი გმირობის მაგალითზე ისწავლა სამშობლოს უანგარო სიყვარული და ერთგულება. სწორედ ეს უკტავყოფს მათ სახელს. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ყოფილ სამხედროს, ჩვენ საამაყო ვეტერანებს, წლების განმავლობაში სამშობლოს ერთგული მსახურებისთვის და სარდლობების გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ქართული ჯარი, მათ შორის დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობა, თავის გმირულ ისტორიაზე დაყრდნობით კვლავაც აგრძელებს განვითარებას. ჩვენი სამხედროების სამბრძოლო მზადყოფნის გასაუმჯობესებლად იქმნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, გრძელდება სათანადო საშუალებებით მათი აღჭურვა და სულ უფრო ძლიერდება ჩვენი ქვედანაყოფების ლოჯისტიკური შესაძლებლობები. ქართული ჯარი სწორედ თქვენზე, ჩვენს მამაც სამხედროებზე დგას. თქვენზე ზრუნვა და დაფასება კი ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს და ყველაფერს გავაკეთებთ ჯარის სიძლიერის და თითოეული თქვენგანის დაფასებისთვის. თქვენთან ერთად ჩვენ ასევე გავაგრძელებთ თქვენი ოჯახების ხელშეწყობასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მინდა კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა და განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო ყველა სამხედროს მიმართ. გარწმუნებთ, სამინისტრო თქვენი პროფესიული წარმატების ხელშემწყობი და გულშემატკივარია. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ მშვიდობას და წარმატებას. ღეთი იყოს ჩვენი ქვეყნის ფარველი. თვითონ თქვენგანს მინდა მოგილოცოთ დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსებიდან 9 წლის იუბილე. ბატონო ჯარისკაცებო, მოხარული ვარ მემსახურა თქვენთან ერთად ორივე სარდლობაში და ეს ჩემთვის დიდი პატივია. სახელმწიფოს იმ კომპონენტთაგან, რომლებიც მის უსაფრთხოების გვაკუთრებას წარმოადგენენ, თავდაცვის ძალები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ ძალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობები, რომელთა თავისი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ხარისხით და ეფექტურობით დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარებაში და თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ სარდლობების დაარსების დღეს. წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს, როგორც თავდაცვის ძალების აღშენებლობის, ასევე პირად საქმეში. ფარავდეს ღმერთი.